არიო. არიო დაზიანება არა დაზიანებული. ძირს რო უყრია დაზიანება. რო გამოვეკიდოთ არ გამოდის და რა ვიცი. რეხაში ზარალის დამთვლელი კომისიის წევრები სეტყვის შემდეგ პირველად დღეს გამოჩნდნენ. სოფელში სტიქია 2 კვირის წინ იყო, რის გამოც მნიშვნელოვნად დაზიანდა ხილი და ბოსტნეული. ადგილობრივების ინფორმაციით კომისიის წევრები მხოლოდ ვაშლისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. მათივე განმარტებით ხილიდან ყველაზე მეტად ატამი განადგურდა. მარტო ვაშლს ითვლიან და ატამი ბევრი ყრია ძირსა ვიდრე ვაშლი. ხო და ატამს არაფერს ითვლიან. ეგ უნდა მომეკრიფა 10 ტონა ატამი და ვერ მოკვერფა 1 ტონასაც. ამაზე უნდა ყურადღება მოაქციო. ცოდუა ეს ხალხი. მხოლოდ ვაშლის აღწერა მიმდინარეობს ზარალის. ხო, მარტო ვაშლის აღწერა მიდის, ატმის არ მიდის. ატამი საერთოდ არაო, არ შედის იმაშიო. ხმოიარობაშიო, არ არის არაფერი გაფუჭებულიო და არაფერი არ ჩაწერეს, რავი რა გითხრათ ახლა. თვითონ ვაშლის რავი, არის გაფუჭებული ახლა რა, ნახევარზე მეტი გაფუჭებული არის. 1.70% მაინც არის გაფუჭებული. და არ აღწერეს? არაფერი. რეხელების ნაწილს ზარალის ანაზღაურების იმედი არ აქვს. ნაწილს კი კომისიის გამოჩენამ გარკვეული იმედი მისცა. მოვიდნენ ესე იგი 100%-იანი დაზიანებაიო და ეხლა რასაც წერავენ არაფერი არ ვიცით. ვირას ამინაზღაურებს არასაკეთებია, რა ვიცი, აბა აზერზე არა ვარ. ჩვენ ვართ პატარა ხალხი. ვოცნებობთ, აი როგორც ოცნება მოვიდა, ეგრე ვოცნებობთ, დაბარავი რა იქნება ამ ქვეყანაზე და არ ვიცით. ძალიან გაანადგურა ხილი. ბოსტანიც აგერ თქვენს გადაავლეთ თვალი, ნახეთ აგერ კარტოფილი, ნარგავები, ყველაფერი გაანადგურა, მაგრამ ცოტა ეხლა მაინც არ ვჩივი ვარ ბოსტანს, ძირითადად ხილიდან რო ანაზღაურდეს, ძალიან კმაყოფილები ვიქნებით ყველანი. დღეს მოვიდნენ და დაიწყეს ახლა დილით დაიწყეს და მოსულები არიან და ალბათ ყველას აღრიცხავენ და გაარკვევენ ყველაფერს. ისე ზარალით ვაშლი ერთსალ ვერ ერახაო რომ ნორმალური იყოს. ვაშლი, ბალი, მსხალი საერთოდ განადგურებული ატამი. ჩითირი ამიდურისა საერთოდ. რეხაში ზარალის დამთვლელი კომისიის წევრი, რომელმაც ვინაობის გამხელა არის ურვა, აცხადებს, რომ სოფელში ყველანაირი ხილის აღწერა მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით ამ დროისთვის უცნობია, თუ რა სახით აუნაზღაურდებათ ზარალი მოსახლეობას. დაიწყო ზარალის დათვლა, დავდივართ ვათვალილად თითოეულს აღწერას ვაკეთებთ. აქტივს ვადგენთ. ჯერჯერობით არ არის დათვლილი რამდენია ზარალი მთლიანად? არა, მთლიანად არა. ამ სოფელს დღეს დავიწყეთ და საიდან მოიცოდეთ, რომ მთლიანად რა არის. და ზარალის რამდენი პროცენტი აუნაზღაურდებათ ოჯახებს? რამდენი პროცენტად იქნება დაზარალებული, საუნაზღაურდებათ, მაგრამ რა წესით მაგას ვერ გეტყვით არ ვიცი. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მხოლოდ ვაშლის აღწერა მიმდინარეობს. და სხვა ხილის არა, სწორი ინფორმაცია, რაც დაზიანებულია, იმაზე მიმდინარეობს აღწერა. რაც დაზიანებული იქნება, ყველაფერი იქნება აღწერი. 2 კვირის წინ ძლიერი სეტყვის შედეგად გორის რაიონში 15-მდე სოფელი დაზარალდა. ზარალის დამთვლელი კომისია ყველა სოფელში მუშაობს.